And now, the moment you've all been waiting for. It's time! Introducing first, fighting out of the blue corner, a Muay Thai fighter making his debut, weighing in at 76 kilograms. Presenting Saeed Asadi! And now, introducing his opponent, fighting out of the right corner, a karate fighter, also making his debut. He weighs in at 73 kilograms. Fighting out of Georgia, presenting Sandro the Phoenix Martinez! ეს ორი საკმაოდ გამოცდილი მუჭურები ხდება. ყველა ამას ელოდებოდა ამ ჯგუფს main event. Awida Saeed Asadi და Sandro Malatzidze. Malatzidze ეგრევე შედის კლინჩი. Asadi არის ტურნამენტში კონტროლი მაინც. დაიგროვა ჩოუქს. საინტერესო ჩოუკი არის უბრალოდ ჰენდლაკს. გამოვიდა. ხდება. სექტაურზე სულ Sandro Malatzidze. შეატრიალა Sandro. Cage can მიიყვანა. Cage grappling is მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოჩუბარი არის კარატისტი და მეორე კიკბოქსერი და Muay Thai-ის ექსპერტი. მათ ისინი მაინც MMA-ს მოჩუბებიან ის ბოქს. მაგრამ საჯიცო ხილებს აქტიობისთვის advantageous pozícias a cargar grapplers. Ეხლა შეიძლება ფულმაუნტი გადავიდეს და ფულმაუნტი საიდისგან. წუთი და 20 წამი დარჩა პირველ რაუნდში და Saeed Asadi's პირველი რაუნდის ფინიში შესანიშნავი დომინანტური პერფორმანსი. ბატონებო, პირველი რაუნდის ფინიშით დასრულდა ეს ჩხუბი ტექნიკური ნოკაუტით და თქვენი გამარჯვებული, your winner, Saeed Asadi! Saeed, please come for an interview. Saeed, you presented quite an unusual game plan for your style, but you got the takedown, you went in for a ground and pound, there was some resistance, but in the end, you got the win. What are your thoughts about the fight in general? First of all, I'm so proud to be for my first fight. And so many is coming after.
it's just the beginning. Special thanks to Tornike Gigeradze, my coach. Special thanks to all the audience at Champions Academy. Thank you so much. Applaudissements to Chairman Applaudissements. Saeed, tell us, what do you think of your future in the TFC? And what are your thoughts about the organization? Did we host you properly? It will be a growing organization later. It's still new and have all this audience. And I think after 1 year or 2 years maybe, it will be one of the biggest in Georgia. Thank you, Saeed. Thank you. Applaudissements to Transmogemus. Saeed Asadi. Sandro, დარწმუნებული ეცოლა თავისი არწმუნა შეაძლოს იდო და გითხარი რას ფიქრობ როგორ იჩხუბე გასაუბრებელი საერთის განსხვავება გაგგვირდა რომ ჩიტაობა წავიდა და აშინდება გავაგებინე რიში მოგესალმები ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემ მითხარს ყველა რა ვიტყვი საერთზე და იმას რომ არ გამიკვირდა პირდაპირ ვიცოდი რომ ჩიტაობაში დაიწყე დამუშავებას, თუმცა არ ველოდი ჩემი თავისგან რაღაცა შეცდომების დაშვებას, კერძოდ შეცდომები იყო რაღაცები და ვერ გავთვალე რაღაცები, უფრო სნაიპინგზე ვიმუშავე და ჩიტაობაზე შესაბამისად მოხდა ის, რომ დავამოწმე და წავედი. ასე ვიბია. ზოგადად აბაკურია. მას აპლოდისმენტები წაგება არ არის. ბოლო როგორც ვიდა მაგას ორი წაგება ხომ შეხედავთ ეს როგორი ბრძოლა დადო. აბა გითხარი მომავალში ასაპირებ და TFC-ზე გითხარი შემი გრძნობები. ვფიქრობ ერთი მარცხით არ განისაზღვრება როგორ მებრძოლი ხარ. რა თქმა უნდა გავაგზავნე ვარჯიშს განვითარებას. ამ ორგანიზაციაში კი გავაგზავნე რა თქმა უნდა სტაბილურად სულას ვარჯიშს და პრინციპში არც მაქვს რა თქმელი ძალიან გამიხარდა ასეთი ორგანიზაცია რომ ჩამოყალიბდა და პრინციპში ძალიან დიდი ღვაწლი მიგიწვით თქვენ რა თქმა უნდა. ძალიან კარგად დაორგანიზებულია და კარგით, აბა ძალიან დიდი მადლობა. აპლოდისმენტები ჩვენს მეომრებს, აპლოდისმენტები.